ესპანეთის სამხრეთით, ქალაქ ადამუსში, მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით 39 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. კვირას ღამით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ესპანეთის საგანგებო სამხედრო დანაყოფები. ესპანეთის საქალაქო გვარდიისა და სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტეს განცხადებით, მაშველებამ მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოსკარ პუენტე არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. მისი თქმით, მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, შემთხვევა ბევრ კითხვას აჩენს, რადგან იმ რელსებს, რომელზეც სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რეკონსტრუქცია მაისში ჩაუტარდა, ხოლო მატარებლის ვაგონები დაახლოებით 4 წელია, რაც ექსპლუატაციაში შევიდა. ანდალუსიის რეგიონალური პრეზიდენტის ხაიმა მორენოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 75 მგზავრია გადაყვანილი. 15 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სხვადასხვა საავადმყოფოში 75 ადამიანია გადაყვანილი. ძირითადად კორდობაში, რეინა სოფიას საავადმყოფოში. მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამჟამად ქირურგიული პროცედურები ტარდება და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჯანდაცვის მუშაკს. ჩვენ სამედიცინო პერსონალის მასობრივი მობილიზაცია მოვითხოვებდით, რომ ისინი დახმარებისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ქალაქ ადამუსის ცენტრში წითელი ჯვრის ესპანურმა წარმომადგენლობამ სპეციალური ცენტრი გახსნა. აქ დაზარალებულებს შეუძლიათ პირველადი დახმარება და ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მიიღონ. ესპანეთის წითელი ჯვრის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის ინიგო ვილას თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ხალხი შოკურ მდგომარეობაში იყო, რაც ასეთ შემთხვევებში ლოგიკური და ნორმალურია. აქ ისინი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ეძებდნენ, რომლებიც შეიძლება იმ ვაგონებში ყოფილიყვნენ. გაურკვეველი და ქაოტური ვითარება განსაკუთრებით საწყის საათებში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევა რეგიონში მოხდა და არა ისეთ ადგილას, სადაც ვაგზალი არსებობს, ადგილზე მისვლა პატარა გზებით ან სასოფლო-სამეურნეო ბილიკებით გვიწევდა. დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალური ქსელით მიუსამძიმრა. ადამუსში მომხდარი სარკინიგზო ტრაგიკული ავარიის გამო დღევანდელი ღამე ჩვენი ქვეყნისთვის ღრმა მწუხარების ღამედ იქცა. მინდა ღრმა მწუხარება გამოუხატო დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ასეთ უზარმაზარ ტანჯვას ვერანაირი სიტყვები ვერ შეარგბილებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ რთულ დროს მთელი ერი თქვენს გვერდით დგას. ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური დაუღალავა და მჭიდრო კოორდინაციით მუშაობს. მომხდარს გამოეხმაურნენ ესპანეთის მეფე ფელიპე მე-6 და დედოფალი ლეტიცია. მამწუხარებით ვადენებთ თვალყურს ადამუსში ორ ჩქაროსნულ მატარებელს შორის მომხდარ მძიმე ავარიას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯამრთელებას ვუსურვებთ. სარკინიგზო კატასტროფა კვირა შუადღისას მოხდა. მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის გადავიდა და შეეჯახა მადრიდიდან უელვისკენ მიმავალ მატარებელს, რომლითაც დაახლოებით 200 ადამიანი მგზავრობდა.